ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვა. ეს ორი მიზანი აქვს ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან პოლისტიროლის შემცველი ერთჯერადი ჭურჭლის იმპორტი და გაყიდვა აიკრძალება. ქვეყანაში არსებული მარაგების რეალიზაციის ვადა კი ბიზნესს 1 აპრილამდე ექნება. სამუშაო ფორმატში განვიხილეთ ის რეგულაციები, რომელიც 1 იანვრიდან შედის ძალაში და ეხება გაფართოებული პოლისტერილის შემცველ ერთჯერადი პროდუქციის ხმარებიდან ამოღებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, გადაჭრის პლასტიკის ნარჩენებით, გარემოს დაბინძურების საკითხებს. ეს ცვლილება დაგეგმილი რეფორმის მხოლოდ ნაწილია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ცხელ საკვებთან შეხების დროს პოლისტიროლი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ამ მასალით დამზადებული ნივთების ნარჩენები კი რთულად იშლება და ეკოლოგიას აზიანებს. საქართველოს მთავრობა მუშაობს სურსათთან შემხებლობაში პლასტიკის გამოყენების შემცირებასთან დაკავშირებით. აქ ცოტა ფრთხილები ვარ და ზოგადად ფრთხილი ვარ საქართველოს მთავრობა იმ მიმართულებით, რომ არ მოხდეს, ესე ვთქვათ, ბიზნესთვის რაღაც ესეთი ყისიერი გადაწყვეტილებები და ბიზნესი არ დაზიანდეს. ეს ეხება ჩანგლებს, კოვზებს, თევშებს, სატროპებს, მოსარევებს, ეს არის პირველი ეტაპი და აქ ხას უსვავ წარმოება ამისი არ იგზალება, შეიძლება იყოს ექსპორტის დაშოშები. მომზადებული ცვლილებების ნაწილი ბიზნესისთვის საკამათო არ არის, თუმცა იმისთვის, რომ ახალი რეგულაცია ბიზნესისთვის უმტკივნეულო იყოს, კერძო და სახელმწიფო სექტორ შორის კომუნიკაცია გრძელდება. გაფართოებული პოლისტიროლი, ანუ თეთრი ქაფისგან გაკეთებული ჭიქები, თევშები და შემდეგ ცალსახად ეს არის კარცენოგენური და ამაზე ვთანხმდებით, რომ ეს უნდა აიკრძალოს. თუმცა ღიად რჩება, რაც შეუთანხმებელია საკითხი ცივი და პროდუქტებისთვის პლასმასის გამჭვირვალე ჭიქების გამოყენება. ეს ხორეკა სექტორისთვის იქნება ალბათ პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბრენდირებული ჭიქები, რომელიც მათ გამჭვირვალე ჭიქები, რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროდუქტი დაინახოს მომხმარებელმა. ეს საკითხი მიგვაჩნია, რომ არის ღია და ამაზე ცხადია გავაგრძელებთ მუშაობას. ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განხილვები გაგრძელდება. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული აკრძალვები მთავრობის დადგენილებით დაკონკრეტდება.